დღეს არის მსოფლიო მოსახლეობის დღე. გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს ძალიან საინტერესო ანგარიშს, სადაც პირველი აქცენტი და უმთავრესი აქცენტი მსოფლიო დონეზე და მათ შორის საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს არის დემოგრაფიული კრიზისი, ანუ სწორად აღნიშნეთ შობადობის კრიზისი. ძალიან საინტერესოა თუ როგორ უღრმავდება ანგარიში, რატომ არის გამოწვეული ზოგადად ეს შობადობის კრიზისი. და პირდაპირ მინდა თქვა, რომ დაბალი შობადობა რეალურად არ არის კრიზისის საფუძველი, ეს უფრო სიმპტომი არის. აქ არის საუბარი სწორედ აი ამ ინსტიტუციონალურ, ეკონომიკურ და სოციალურ ბარიერებზე, რომლის ჩამოშლა და მოგვარებაც რეალურად მოაგვარებს ამ დემოგრაფიულ კრიზისს. ეხლა ძალიან მარტივად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, აი ძალიან სწორი აქცენტი იყო დასმული, რომ რამდენი შვილი მინდა მყავდეს და რამდენი შვილს არჩენს რეალურად ოჯახი, ხო? გლობალურადაც კი, აი რეგიონულ მასშტაბით, როდესაც კვლევა ჩატარდა, აღნიშნულია, რომ დაახლოებით გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ იმაზე ნაკლები, ანუ ჰყავთ ან ეყოლებათ იმაზე ნაკლები ბავშვი, ვიდრე რეალურად მათ სურთ. აქ არის შემოდის სხვადასხვა ფაქტორი და სწორედ ანგარიში ამაზე არის საუბარი. აქ არის ეკონომიკური ფაქტორი, ბავშვის აღზრდა რეალურად, ბავშვის მოვლა და აღზრდა, ორი სხვადასხვა საკითხი არის საკმაოდ ხარჯიანი, ასე ვთქვათ, ძვირი, მათ შორის საქართველოში, თუმცა შემოდის სხვა არგუმენტები, როგორც არის მაგალითად არასტაბილური სამუშაო გარემო, დეკრეტული შვებულება, მშობლობის შვებულება, მამობის შვებულება, კვალიფიკაციის ამაღლება მაშინ, როდესაც გადის ადამიანი უკვე დეკრეტულ შვებულებაში ბავშვის მოვლის გამო. თუმცა შემოდის რა თქმა უნდა ჯანმრთელობის არგუმენტიც. აი პირველადი მოკვლევით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად საქართველოში 35,000 წყვილი არის უშვილობის გამო მკურნალობს და აქვს პრობლემა უშვილობის და ეს არის პირველადი მოკვლევა. და ნუ აქ არის ფართოდ უნდა განვიხილოთ, ამიტომ ვახსენე, რომ აი თვითონ გლობალური ანგარიშიც აღნიშნავს ინსტიტუციონალური, ეკონომიკური და სოციალური ბარიერების მოხსნას. აი მეორე საკითხი აქ სოციალურ ბარიერებს როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად ისევ გამოკითხულთა 10% ამბობს რეგიონის მასშტაბით, რომ რეალურად ჰყავთ ან ეყოლებათ უფრო ნაკლები შვილი, იმიტომ რომ მათ ზრუნის გადანაწილება არ არის შესაბამისი ოჯახებში. აი ეს არის ზუსტად ის სოციალური ბარიერები, რომელიც უშლის ოჯახებს და წყვილებს იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენიც სურთ, ისეთ პარტნიორთან, როგორიც სურთ, ესეც გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვნად, რომ აი ეს პარტნიორი, ვინ ეყოლება ქალს, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენ შვილს გააჩენს და საერთოდ გააჩენს თუ არა ბავშვს. ქალბატონო მარიამ, თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ ეს იყო გლობალური ანგარიში და ისაუბრეთ ამის შესახებ. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, აი ამის შესახებაც რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ. ახალი ანგარიშის თანახმად, რამდენადაც ვნახე, ყოველი მეხუთე ადამიანი მოელის, რომ ვერ ეყოლება იმდენი შვილი, რამდენიც სურს. რომ გვიამბოთ, რა არის აი ამის ახსნა და ზოგადად რა იყო ის მთავარი გამოწვევები, მთავარი მიგნებები, რომლებიც აი ამ კვლევაში გამოვლინდა და ზოგადად რა განაპირობებს შობადობის კრიზისს უშუალოდ საქართველოში? კი ბატონო, საქართველო არ არის განსხვავებული და ესე ვთქვათ, უნიკალური თავისი მოცემულობით და არც მიზეზშედეგობრივი კავშირით ბუნებრივია. აი იგივე სასურველი შვილების რაოდენობას და შობადობის ჯამურ კოეფიციენტს დაუბრუნდებით, თქვენ ახსენეთ, რომ შობადობა იკლებს საქართველოში. დიახ, ეს არის 1.7. თუ შევხედავთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რეალურად საქართველოში ცუდი მდგომარეობა არ არის. მაგალითად, იტალიაში არის 1.2, გერმანიაში არის 1.4, საფრანგეთში 1.6. მაგრამ თქვენ თუ შევხედავთ, რამდენი შვილის ყოლის სურვილი აქვს ქალს, აქ არის უკვე 2.6-ზე. ანუ გაცილებით უფრო მეტი უნდათ ბავშვი გააჩინონ საქართველოში, ვიდრე რეალურად ისინი ახერხებენ. რაც შეეხება მიზეზშედეგობრივ კავშირს, ვერ ვიქნებით აქაც უნიკალური და ჩვენთანაც შემოდის ბუნებრივია მსგავსი არგუმენტები და განსაკუთრებით ჩვენ რეალობაში, როგორიც არის ეკონომიკური არგუმენტი, ხომ? საკმაოდ ძვირად ღირებული არის ბავშვი საქართველოში, ბავშვის აღზრდა საქართველოში, მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არის შრომის ბაზრის მზაობა იმისთვის, რომ ქალს შეუქმნას და არა მხოლოდ ქალს. კაცს და ქალს შეუქმნას შესაბამისი გარემო, რომ შეძლონ მათ საკუთარი კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, საკუთარი პოტენციალის რეალიზება, მაგრამ ამავდროულად საკუთარი რეპროდუქციული სურვილების მიღწევა. და აქ შემოდის სადაზღვეო სისტემა, აქ შემოდის ბავშვზე ზრუნვის გარემო, აქ შემოდის მოქნილი სამუშაო გრაფიკი. უფრო მეცაც გეტყვით, რომ აი როდესაც მსგავსი ტიპი, აი დაახლოებით საქართველოში ქალების 40% დღეს არ არის შრომის ბაზარზე ჩართული. და სწორედ იმიტომ, რომ ისინი ვერ ახერხებენ აი ეს პირადი ცხოვრების და კარიერული წინსვლის ერთმანეთთან დაკავშირებას. რეალურად ქვეყანას ეს მთლიანი შიდა პროდუქცია უჯდება დაახლოებით 11%. ანუ კარგავთ მთლიანი შიდა პროდუქტის 11%, იმიტომ რომ ქალები არ არიან სათანადოდ ჩართული შრომის ბაზარზე. ეს უკვე გავლენა
გავლენას ახდენს არა მხოლოდ ლოკალურად ოჯახის კეთილდღეობაზე, ასევე მივდივართ ისევ რა თქმა უნდა შობადობის მაჩვენებელზე და მივდივართ ზოგადად დემოგრაფიულ საკითხზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო არის დაბერებადი მოსახლეობა. თქვენ შრომის ბაზარი ახსენეთ ქალბატონო მარიამ საუბრისას, თუმცა როდესაც საუბრობთ შობადობის კრიზისზე, საქართველოს შემთხვევაში რამდენად მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი არის განმაპირობებელი აი ამის? რა თქმა უნდა არა და აქაც არა ვართ უნიკალურები. ბუნებრივია, ეკონომიკური ფაქტორი არის ერთ-ერთი წამყვანი, მაგრამ აი ზუსტად ის სოციალური ბარიერები და სტიგმა, რომელიც დეკრეტულ შვებულებასთან არის მაგალითად დაკავშირებული, უბრალოდ მამობის შვებულებასთან არის დაკავშირებული, ძალიან დიდ როლს თამაშობს, ხო? აი დაახლოებით ბოლო კვლევებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის ბოლო კვლევებით არის დაახლოებით 19% კაცების, რომლებიც ამბობენ, რომ უხერხულად გრძნობენ თავს, რომ მამობის შვებულება და მშობლის შვებულებით ისარგებლონ. ზრუნვის გადანაწილება და არა მხოლოდ მამობის შვებულება არის, როგორც გითხარით დასაწყისში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც ქალები ამბობენ, რომ ყავთ ან ეყოლებათ უფრო ნაკლები შვილი, ვიდრე რაც მათ რეალურად სურთ. აი ეს სოციალური ბარიერები, რა თქმა უნდა, განაპირობებს და შემოდის ისევ კვლავ შემოდის ის ფაქტორი, რომ აი კვალიფიკაციის დაკარგვა, როდესაც ქალი გადის დეკრეტულ შვებულებაში, თუ კი შრომითი ბაზარი არ უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, ის რომ სწრაფად დაბრუნდეს კარიერაში და მოხდეს მისი წინსვლა, ბუნებრივია ეს შემაფერხებელი ფაქტორი არის ქალისთვის, რომ იყოლიოს იმდენი შვილი, რამდენიც უნდათ. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, გაეროს მოსახლეობის ფონდს ამ ანგარიში მართალია ცალკე საქართველო არ უკვლევია, თუმცა ჩვენთან შობადობის ჯამური კოეფიციენტი ყოველწლიურად იკლებს. აი ამაზე ბევრი ისაუბრეთ კიდეც თქვენ. როგორი არის რეკომენდაციები? აი როგორ ფიქრობთ, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ პრობლემის მეტნაკლებად აღმოსაფრთხლად? კი ბატონო, ქმედითი ნაბიჯები არის მრავალ სხვადასხვა მხრივ გადასადგმელი. რა თქმა უნდა, აქ არის მთავრობის ძალიან დიდი როლი იმისთვის, რომ აი ოჯახებისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა დაინერგოს ძალიან თვალნათლივ ქვეყანაში და სწორედ აქ არის შემოდის აი ეს დეკრეტული შვებულება და მამობის და მშობლის შვებულების რეგულირება. მაგრამ თუმცა მთავრობას არ აქვს ერთადერთი ექსკლუზიური როლი. აქ შემოდის დამსაქმებლის, მათ შორის კერძო სექტორის ძალიან დიდი მოვალეობა, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ შექმნას აი ეს გარემო, რაზედაც ვსაუბრობდით, ეს იქნება ბავშვზე ზრუნვის გარემო, მოვლის ცენტრები, ბავშვის მოვლის ცენტრები, რომელიც სახელმწიფოს და ასევე დამსაქმებლის ვალდებულებაა, ხო? ისევ როგორც ტვირთი გადადის თითოეულ ჩვენთაგანზე, ანუ დასაქმებულზე, რომ აი ეს სოციალური ნორმები, მავნე სოციალური ნორმები, სტიგმა, რაც დაკავშირებული არის და ბავშვის მოვლას ექსკლუზიურად დედის უფლებად და მოვალეობად უბრალოდ განიხილავს, არის რა თქმა უნდა დასანგრევი იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ ესეთი ჰარმონიული გარემო. იმიტომ რომ ფაქტი არის ერთი, მტკიცებულება აჩვენებს ამას, რომ ზრუნვის არათანაბარი გადანაწილება რეალურად აფერხებს ქალების გადაწყვეტილებას იყოლიონ სასრული რაოდენობის შვილები.